დღეს ჰელოვინია, გილოცავთ. თუმცა რამდენად მოსალოცი ამბავია, ეს კიდევ სხვა საკითხია. ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს იმას, რომ დღევანდელ ვიდეოში ჰელოვინის წარმოშობაზე ვისაუბრებ. მაგრამ, გწდებით, დღეს თქვენთვის საკმაოდ საინტერესო და შემზარავი ფაქტების კორიანტელი მოვამზადე. მოკლედ, დალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ იგი სოციალურ ქსელებში და თუ მზად ხართ, დავიწყოთ. ალბათ დამეთანხმებით, რომ უმეტესობა ჩვენგანი იშვიათად თუ წააწყდება ცხოვრების განმავლობაში ისეთ მომენტს, როდესაც ადამიანი ჩვენს თვალწინ კვდება. რაც რა თქმა უნდა საბედნიეროა, მაგრამ ბევრად უფრო იშვიათია ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანი კვდება და ამის შემდეგ იგი სიცოცხლის ნიშნებს ავლენს. მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია. საავადმყოფოში დაზარალებული ტვინში სისხლის ჩაქცევით ხვდება და კომაში ვარდება. ელექტროენცეფალოგრამა აჩვენებს, რომ ტვინში აქტივობა არ ფიქსირდება. ოფიციალურად ეს გარდაცვალებას ნიშნავს. მაგრამ პაციენტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა დაერთებული. და ერთადერთი რამ, რაც ახლობლებს დარჩენიათ, დამშვიდობებაა. ცრემლიანი განშორების შემდეგ აპარატი ითიშება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი ოფიციალურად დადასტურებულია, პაციენტი სიცოცხლის ნიშნებს ავლენს და ხელებს აი ასე ამოძრავებს. ახლობლები ექიმებს თხოვენ, რომ პაციენტი ისევ აპარატთან შეაერთონ, თუმცა ექიმებმა შვენივრად იციან თუ რასთან აქვთ საქმე. აღნიშნული მოვლენა მაინც და მაინც ხშირი არ არის. პირველად იგი 1982 წელს ჩაიწერა სამედიცინო ლიტერატურაში და ამის შემდეგ მხოლოდ 63 იდენტური შემთხვევა არის გამეორებული. აღნიშნულ მოვლენას ლაზარეს სინდრომი ეწოდება. და იგი მოიაზრებს იმას, რომ პაციენტი გულის გაჩერების შემდეგ კიდევ აგრძელებს გარკვეული სიცოცხლის ნიშნების ჩვენებას. საუბარი მაქვს ხელების მოძრაობაზე. მაგრამ რა ხდება ამ დროს? თუ პაციენტი წუხს, ან იქნებ მას სულაც ტკივა, ან იქნებ რაიმე ზებუნებრივთან გვაქვს საქმე. არა, რა თქმა უნდა არა. ეს ზურგის ტვინის რეფლექსია, რომელიც მკვდარი თავის ტვინის მიუხედავად მაინც აქტიური რჩება გარკვეული დროით. აქ ჩართულია მრავალი მექანიზმი და ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ჰიპერინჰალაციის დროს ჰაერი შეიძლება ფილტვებში მოხვდეს და ამოსუნთქვისას წნევა გაზარდოს. გაზრდილ წნევას კი სისხლის მიმოქცევის აღდგენა მოყვება, რის გამოც გარდაცვლილი ხელებს უნებლიე დამოძრავებს. უცნაურია არა, ერთი შეხედვით, პაციენტის ახლობლებს და ოჯახის წევრებს იმის იმედი აქვთ, რომ რეალურად არის შანსები. მაგრამ ლაზარეს სინდრომი თითქოს ერთი შეხედვით არ აძლევს პაციენტს გარდაცვალების შანსს. მაგრამ ლაზარეს სინდრომს კიდევ რა უჭერს? არსებობს ქალაქი, სადაც გარდაცვალება აკრძალულია. ნორვეგიულ ქალაქ ლონგირში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაა 1000-ზე მეტი მცხოვრებით, აკრძალულია სიკვდილი. არა, ეს რა თქმა უნდა არ არის ხუმრობა. სხვა თუ არაფერი სიკვდილთან დაკავშირებულ თემებზე ხუმრობა მაინც და მაინც მოსული პონტი არაა. არა? აღნიშნული წესი მოქმედებს 1950 წლიდან. იმ პერიოდიდან, როდესაც მეცნიერებმაც და ექიმებმაც დაადგინეს ის, რომ პერმაფროსტი, ანუ მუდმივი მზრალობა, ანუ მუდმივი გამყინვარება არ აძლევს სხეულებს იმის საშუალებას, რომ ისინი გაიხრწნან და გაუხრწნელი სხეულიდან არ არის გამორიცხული, რომ გავრცელდეს ბაქტერიაც და ის პათოგენიც, რომელმაც დაავადება გამოიწვია, რის გამოც შემდეგ უკვე ადამიანი გარდაიცვალა. ამის გამო მძიმედ დაავადებული ან სიკვდილის პირას მყოფი ადამიანები გადაჰყავთ ნორვეგიის მატერიკზე, რათა იქ მიიღონ მკურნალობა ან დაასრულონ სიცოცხლე. ისე ერთი შეხედვით ეს კანონი თითქოს აბსურდულად ჟღერს, არა? როგორ შეიძლება რომ რომელიმე ქვეყანაში ან რომელიმე ქალაქში სიკვდილი აკრძალული იყოს? რა თქმა უნდა, არც ერთ ქალაქში სიკვდილი არ არის აკრძალული, ეს ყველაფერი არის გავრცელებული fake news-ები, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ჰაიპის ასაწევად აკეთებენ ხოლმე. კაი, გულწრფელი ვიქნები, მეც დაახლოებით იგივე რაღაც გავაკეთე ამ ვიდეოში, მაგრამ სხვა თუ არაფერი ის მაინც გითხარით, რომ რა თქმა უნდა ეს კანონი არ არსებობს. ანუ ამ ქალაქში, ქალაქ ლონგირში სიკვდილი კი არ არის აკრძალული. აკრძალული არის გარდაცვლილის დასაფლავება. ისიც იმ შემთხვევაში თუ კი გარდაცვლილ სტანდარტული წესებით ასაფლავებენ და მასზე კრემაცია არაა ჩატარებული. თორე რო რამე ფერფლის დაკრძალვა აქ ჩვეულებრივად არ არის აკრძალული. ისე უცნაურად ჟღერს არა? დაკრძალვის აკრძალვა. ხო, ნუ მოკლედ. ზოგიერთ ქვეყანაში რა თქმა უნდა არსებობს უაზრო და აბსურდული კანონები,
მართლა რომ არსებობს ეგეთი კანონები და არა fake კანონები და მაგ საკითხთან დაკავშირებით უკვე მაქვს გადაღებული ვიდეო, ასე რომ შეგიძლიათ აღწერაში ჩაიჭყიდოთ, ლინკზე გადახვიდეთ და უყუროთ მაგ ვიდეოს, მაგრამ მოდი მე დღევანდელი ვიდეოს თემას მივუბრუნდები და მივუბრუნდები ისევ სიკვდილით. არსებობს ერთი ასეთი საკმაოდ მძიმე წიგნი, რომელიც დაწერა რიო მურაკამიმ და ამ წიგნს ჰქვია ბავშვები სათავსოდან. 1970-იან წლებში იაპონიის მეტროპოლიტენში დააყენეს დალუქული სათავსოები, ეგრეთ წოდებული ლოქერები, სადაც მგზავრებს შეეძლოთ საკუთარი ნივთების შენახვა. რა თქმა უნდა, მოკლე დროში, აქ ზოგიერთმა კანონდამრღვევმა ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, კონტრაბანდისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვების მოთავსებას კი დაიწყეს. მსგავსი შემთხვევები იმდენად ხშირად მეორდებოდა, რომ 1975 წელს გაზეთებში ტერმინი ბავშვების სათავსოებიდან გაჩნდა. არასასურველი, მკვდრადშობილი, ან სულაც მოკლული ბავშვები. 1980 წლიდან 1990 წლის ჩათვლით, მსგავსი ტიპის ლოქერებში, ანუ სათავსოებში 191 ბავშვი იპოვეს. ამ ლოქერების, ანუ სათავსოების მფლობელები აგრძელებდნენ ამ სათავსოს თანხის გადახდას და შესაბამისად მათი განყუთვა არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, იაპონიამ ამ ყველაფერს და ამ პრობლემას მიაქცია ყურადღება, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ აი ამ 10 წლიან შუალედში 191 ბავშვი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, მაშინ როდესაც ამ ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტე, რაც მადარდებდა და მანერვიულებდა, გახლდათ ის, რომ სანთლები მაქვს უკანა ფონზე, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვარდეთ და ჩამოვარდნილ კიდეც მთელი ამ დროის განმავლობაში და 1-2 პეტერე კორექცია შევიტანე. მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია, ანუ სახლი კაი ჯანდაბას დაიწვას, მთავარია ვიდეო გამოვიდეს კარგი. და იმისთვის რომ ვიდეო კარგი გამოვიდეს, თანამედროვე სამყაროში გვაქვს საკმაოდ სერიოზული ფოტოაპარატებიც და ვიდეო აპარატებიც, ვიდეო გადამღები მოწყობილობებიც. მაგრამ მე-19 საუკუნეში ეს ყველაფერი ასე ნამდვილად არ იყო. იმისთვის რომ ფოტო გადაგიღოთ, დიდხანს უნდა მდგარიყავით ერთ ადგილას გაუნձრებლად. და მხოლოდ ამის შემდეგ ახერხებდა ფოტოაპარატი და უშუალოდ ფოტოგრაფიც თქვენს გადაღებას. ერთ მშვენიერ დღეს ფოტოგრაფმა ჩარლზ ჰარპერ ბენეტმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი შეეცვალა და ფოტოაპარატის მექანიზმი თავიდან ბოლომდე გადაეკეთებინა იმდენად, რომ ღილაკის დაჭერა და ფოტოს გადაღება ერთ-ერთში სინქრონულად მომხდარიყო. მოკლედ ესეთი მექანიზმი ააწყო კიდეც და შემდეგ რა გააკეთა, იცით? იმისთვის რომ ეს ექსპერიმენტი შეემოწმებინა, დააყენა ფოტოს გადასაღებად ვირი, ამ ვირს თავი აუფეთქა და აფეთქების დროს დააჭირა ღილაკს. ხო, მაგ ფოტოს ნამდვილად ვერ გაჩვენებთ, მაგრამ კარიკატურას და ილუსტრაციას კი ხედავთ ეკრანზე. კაი, ვიცი და ვაცნობიერებ იმას, რომ ამ ინფორმაციას თქვენი ცხოვრება ნამდვილად არ შეუცვლია, ახლა უბრალოდ გაიგეთ, რომ ერთმა გიჟმა ფოტოგრაფმა თავი აუფეთქა ვირს იმისთვის, რომ შეემოწმებინა, რამდენად კარგად მუშაობს ფოტოაპარატი. მაგრამ რა სიტყვით მსგავსი ტიპის ფოტოებზე? ალბათ აცნობიერებთ, რომ ეს იმ პერიოდის ფოტოებია, როდესაც Photoshop-ი არ არსებობს, არც CapCut-ი, არც Premiere Pro და მსგავსი რაღაცეები. იმისთვის, რომ აღნიშნული ტიპის ფოტოები გადაიღოთ, საჭირო იყო ორი ეგრეთ წოდებული ნეგატივის მქონე ფირი, რომელსაც ერთმანეთზე ადებდნენ და აი ასეთი ფოტოები გამოსდიოდათ. მაგრამ აქ ხაზგასასმელი რა არის, იცით? მსგავს ფოტოებს ძირითადად დიდგვაროვნები იღებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ფოტოს გადაღება საკმაოდ დიდ ფუფუნებასთან იყო დაკავშირებული. ანუ დღეს რომ ყველა ტელეფონს და ყველა гаджеტს თითქმის მოყვება ფოტოაპარატი, რომელიც ფოტოს გადაღებას და ვიდეოს გადაღების საშუალებასაც გაძლევთ, ადრე ეგრე ნამდვილად არ იყო. ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია. აი ამ ფოტოებს შეხედეთ. ყველა ბავშვი, რომელიც ფოტოზე იხილეთ, გარდაცვლილია. ხო, ეს მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი საკმაოდ უცნაური ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც ახლობლები გარდაცვლილს ტანისამოს აცვამენ და ფოტოს უღებენ. ცოტათი უცნაურად კი გაიჟღერებს, მაგრამ ერთი ასეთი ფოტო მეც მაქვს. აი, ამ ფოტოზე მაქვს საუბარი. ამ ფოტოზე არის გარდაცვლილი ბაბუაჩემის ბებია. და ეს ფოტო არის გადაღებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მე ბაბუაჩემის შვილის შვილს იმის საშუალება მქონდეს, რომ
ვნახო ბაბუაჩემის ბებია. მართალია ეს ფოტო გადაღებული არის მაშინ, როდესაც ის უკვე ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ფოტოს გადაღება საკმაოდ დიდი ფუფუნება იყო. აქედან გამომდინარე, ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ ერთი ფოტო მაინც ქონოდათ, თუნდაც 10 უკვე გარდაცვლილ ოჯახის წევრთან. პროგრამე Google-ის საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ შესაბამისი ფრაზა post mortem pictures და მსგავსი ფოტოები თავადაც დაათვალიეროთ. თუმცა რამდენად რეალურ ფოტოებს იპოვით, კიდევ საკითხავია. იმიტომ რომ უმეტესი მათგანი ფეიქია. ვის რაში დასჭირდა ფოტოების გაყალბება უცნობია, თუმცა ამ თემაზე სტატიები BBC News-შიც კი იწერებოდა. საუბარი იმაზეც კი იყო, რომ თავის დამჭერები, რომლებიც ადამიანებს იმისთვის ჭირდებოდათ, რომ არ ემოძრავათ, რეალურად სხეულს იჭერდა. თუმცა რა თქმა უნდა, ვერც ერთი მათგანი ვერ გაუძლებდა გარდაცვლილი ადამიანის სიმძიმეს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ რაღაც საშინელ და საზარელ ფაქტებზე ვსაუბრობ დღევანდელ დღეს, მაგრამ, წესით და რიგით არ უნდა გაგიკვირდეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჰელოვინია და ფაქტებიც შესაბამისი მაქვს შეგროვებული. და თუ კი ფიქრობთ, რომ მიცვალებული ადამიანების ფოტოები საზარელი რამ არის, ცდებით. პრინციპში არ ცდებით ნამდვილად საზარელი რამ არის, მაგრამ ბევრად უფრო საშინელი რაღაცები წინ გელოდებათ. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, მე რამდენად დაეცა სანთელი და მე რამდენად გადავრჩით, მაგრამ ეგ არაფერი. კარგი და საინტერესო ვიდეო მსხვერპლს მოითხოვს. გაიცანით, ეს არის ჯორჯ პარატი. ველური დასავლეთის დამნაშავე, რომელსაც მეტსახელად დიდ ცხვირას ეძახდნენ. ისე საინტერესოა ნეტა რატო? პარატი დაიჭირეს და სიკვდილითაც დასაჯეს და იმის გამო რომ მას არ ყავდა ახლობლები და ნათესავები, ექიმ ოსბორნს დარჩა მისი სხეული, რომელსაც წესით და რიგით უნდა გაეხსნა მისი თავის ქალა, შეესწავლა ტვინი და ტვინის შესწავლის შემდეგ დაედგინა ის თუ ტვინის რომელი უბნები არის პასუხისმგებელი ძალადობასა და აგრესიაზე. ექიმმა ოსბორნმა ასეც ქნა. მან ახადა პარატს თავის ქალა, შემდეგ მოხსნა სკალპი და ამ სკალპისგან დაამზადა ჩანთა და ფეხსაცმელი. ხო, გარდაცვლილი დანაშავის კანისგან, თავის ქალის კანისგან დაამზადა ჩანთაც და ფეხსაცმელიც. მართალია ჩანთა დღემდე ვერ იპოვეს, მაგრამ ფეხსაცმელები მუზეუმში ინახება და შეგიძლიათ ნახოთ. ისე უცნაური რამ არის, არა ეს ცხოვრება. ერთ დღეს შეიძლება ცხენებს იპარავდე, მეორე დღეს კი ვიღაცამ ფეხზე ჩაგიცვას. ამაზე წესით და რიგით არ უნდა მეცინებოდეს, მაგრამ ხო, უცნაური რამ არის ეს ცხოვრება. ისე სხვათა შორის მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის ადამიანები, ვისაც პარატმა ცხენები მოპარა, ალბათ თვლიდნენ, რომ ყოვლად უსარგებლო და გამოუსადეგარი ადამიანი იყო, მაგრამ შეცდნენ. ფეხსაცმლად ხო გამოდგა. ჯორჯ პარატის სხეული, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი სხეული, რომელსაც მეცნიერები სხვადასხვა რაღაცების შესასწავლად იყენებენ და არა ფეხსაცმლებისთვის, ამას მინდა რომ ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში 21 საუკუნეში, თუმცა ეს ყველაფერი მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო, არსებობს ერთი საკმაოდ უცნაური მოვლენა, რომელსაც მიცვალებულთა ფერმა ეწოდება. ერთი შეხედვით, ეს ექსპერიმენტი შეიძლება ითქვას, რომ საზარლად გამოიყურება, რადგან მასში ათობით მიცვალებული მიწაშია ჩადებული და იხრწნება. კვლევარები კი იმას აკვირდებიან, თუ ხრწნის რა სტადიაში რა პროცესებს გადის ორგანიზმი. ისე მესმის და ვაცნობიერებ იმას, რომ მაინც და მაინც სასიამოვნოდ მოსასმენი ფაქტები არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჰელოვინია და შეიძლება სახლი დამეწვეს, ასე რომ დალაიქეთ ვიდეო და გააზიარეთ იგი სოციალურ ქსელებში. მოკლედ, ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია Disneyland-ის შესახებ. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები მიდიან, ერთობიან შესაბამის თემატურ პარკებში, გადიან სხვადასხვა ატრაქციონებში და ასე შემდეგ. არსებობს ერთი ასეთი თემატური პარკი, რომელიც უბრალოდ ეძღვნება კარიბის ზღვის მეკობრეებს. და ეს პარკი შექმნა ჯეისონ სურელმა, რომელსაც ასევე აქვს დაწერილი წიგნი. თავის წიგნში ჯეისონ სურელი ამბობს იმას, რომ მაშინ, როდესაც პარკში ჩონჩხებს აყენებდნენ, მიხვდა, რომ პლასტმასის ფეიქ ჩონჩხები არ ვარგოდა და კარიბის ზღვის მეკობრეების თემატურ პარკში რეალური ჩონჩხები გამოიყენა. როგორც Disneyland-ში ამბობენ, მოგვიანებით აღნიშნული რეალური ჩონჩხები მოაშორეს, რა თქმა უნდა, კარიბის ზღვის მეკობრეების თემატური პარკიდან, მაგრამ რორამე მე თეორიაში არც იმას გამოვრიცხავ, რომ აღნიშნული ფაქტი მთლად 100%-ით მართალი არ იყოს. რორამე. მაგრამ ის, რომ რეალური ჩონჩხი ბევრად უფრო იაფიჯდება, ვიდრე ყალბი და პლასტმასისგან დამზადებული, რომელიც ძალიან გავს რეალისტურს,
ეგ უტყუარი ფაქტია. და ამის გამო ფილმებში ხანდახან რეალურ ჩონჩხებს იყენებენ. მაგალითად, შემიძლია გაჩვენოთ სცენა ფილმიდან პოლტერგეისტი. აღნიშნულ სცენაში რეალური თავისქალები და რეალური ჩონჩხი არის გამოყენებული. და ისე წარმოიდგინეთ, ვიღაც ტიპმა არც კი იცის, რომ მისი დიდი ბებია პოლტერგეისტში თამაშობს. მართალია ეპიზოდურ როლს, სადაც ის ჩონჩხს ასრულებს, მაგრამ მაინც, ანუ სადღაც სამყაროში არსებობს ტიპი, ვისი ბებიის ჩონჩხიც, ან ბაბუის ჩონჩხიც პოლტერგეისტშია გადაღებული. სავარაუდოდ მაშინ, როდესაც დისნეი ვახსენე, ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდა ისეთი ასოციაცია, რომ კი, მაგრამ დისნეი ხო რაღაც ზღაპრებთან, ზღაპრების ტიპის მულტფილმებთან და ფილმებთან არის ასოცირებულიო, მაგრამ ალბათ ბევრმა თქვენგანმა, სავარაუდოდ ბევრმა იცის, მაგრამ ზოგიერთმა თქვენგანმა არ არის გამორიცხული, რომ არ იცოდეს, რომ თანამედროვე ზღაპრების ორიგინალი ვერსიები ძირითადად კატასტროფა იყო. და სანამ უშუალოდ რაღაც საკითხზე გადავიდოდე და კონკრეტულ ფაქტს მოგიყვანდეთ. გეტყვით იმას, რომ აი ამ ფილმის სანთლები არ იყიდოთ. საშინელებაა. უწერია, რომ 6 საათი იძლევს, მაგრამ დაახლოებით ყოველ 15 წუთში ერთხელ მიწევს შეცვლა. ასე რომ, აქ ხან დიდი სანთელია, ხან პატარა არის და რო იცოდეთ რა. ლამის სახლით დავწვი. ლამის სახლში შემოიჭრა თუთა. კაი, გავაგრძელეთ. მოდით მაგალითისთვის განვიხილოთ ზღაპარი მძინარე მზეთუნახავი, რომელსაც ორიგინალში ჰქვია მზე, მთვარე და ტალია. ტალია გახლავთ მძინარე მზეთუნახავი, თავარი მოქმედი გმირი, რომელსაც ზუსტად იგივე ისტორია გადახდება თავს, რაც მძინარე მზეთუნახავს, მაგრამ მაშინ, როდესაც მის გადასარჩენად მეფე მოვა, კოცნით ვერ გააღვიძებს და ამიტომ მძინარე მზეთუნახავს გააუპატიურებს და ორსულადას დატოვებს და შემდეგ მიატოვებს და დაუბრუნდება თავის ცოლს. ხო, აი ასეთი ზღაპარია. ამის შემდეგ მძინარე მზეთუნახავი, ანუ იგივე ტალია გაიღვიძებს, მას გააღვიძებენ ბავშვები, რომლებიც მან მაშინ გააჩინა, როცა ეძინა და ნუ მოკლედ. ამ ზღაპარს და ზღაპრის ლინკს უბრალოდ დავტოვებ აღწერაში, ასე რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაეცნოთ. ხო, ნუ მოკლედ მსგავსი რაღაცები არც 1 და 2, არამედ თითქმის ყველა ზღაპარში მეორდება. თუ მაგალითისთვის განვიხილავთ კონკიას შემთხვევაში, ალბათ გახსოვთ, რომ მას ყავდა დედი-ნაცვალისგან დები. მისმა დებმა, რომლებსაც ძალიან უნდოდათ, რომ პრინცს ისინი მოიყვანა ცოლად, ქუსლები მოიჭრეს დედის რჩევით. ქუსლები მოიჭრეს იმისთვის, რომ ფეხსაცმელში ფეხი ჩაიყოთ. ხო. და კონკიას და პრინცის ქორწილში მტრედებმა თვალები ამოთხარეს. ანუ ზღაპრის ორიგინალ ვერსიაში ასე წერია. ხო, ასე რომ მაინც გასაკვირი არ არის რამე ის ფაქტი, რომ დისნეიში სადღაც ოდესღაც ადამიანის ჩონჩხი და ადამიანის თავისქალა არის გამოყენებული. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი იმ ზღაპრის მიღმა, რომელიც ასე ძალიან გვიყვარდა ბავშვობაში, საკმაოდ საზარელი ისტორია იდგა ხოლმე უკან. მაგრამ მოდი თავი დავანებოთ ზღაპრებს და მივხედოთ ჰორორ ჟანრის ფილმებს. 1959 წელს ვინსენტ კასლმა გადაიღო ფილმი სახელად თინგლერი, რომლის სიუჟეტის მიხედვითაც ადამიანებს თავს ესხმოდნენ უცნაური არსებები, რომლებიც ეწეპებოდნენ მსხვერპლის ხერხემალს, ისრუტავდნენ მათი ორგანიზმიდან შიშს და მისი განადგურების ერთადერთი ხერხი ხმამაღლა ყვირილი იყო. ფილმის რეჟისორმა კინოთეატრებში ერთ-ერთი სეანსის დროს საკმაოდ უცნაურ ხერხს და მეთოდს მიმართა იმისთვის, რომ მაყურებლები შეეშინებინა. მან ზოგიერთი სკამის საზურგეში ჩაამონტაჟა მოწყობილობა, რომელიც ვიბრირებდა. და კინოთეატრის თანამშრომლებს თხოვა, რომ მაშინ ჩაერთოთ ეს მოწყობილობა, როდესაც ფილმის კულმინაციური მომენტი იქნებოდა. მაშინ, როდესაც ეკრანები ქრებოდა, დარბაზში შუქი ქრებოდა და ფილმის მთავარი გმირი ყვიროდა შემდეგ ფრაზას. Please do not panic, but scream! Scream for your lives! The Tingler is loose in this theater, and if you don't scream, it may kill you. რა თქმა უნდა, დარბაზებში პანიკა იწყებოდა და ეს 1 და 2 კი არა, თითქმის ყველა დარბაზში მოხდა, იმიტომ რომ ესეთი უცნაური რეჟისორი ყავდა ამ ფილმს და ესეთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. რა გადაწყვეტილების გამოც მან მიიღო ოქროს ინდაურის პრემია. აი ესეთი პრემიაც არსებობს. პრემია მან მიიღო კინემატოგრაფიის ტექნოლოგიურ განვითარებაში შეტანილი
ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული წვლილისთვის. ხო, ну მოკლედ, ძველი ეპოქა საკმაოდ უცნაური რამ არის ზოგადად. ისევე როგორც ჰელოვინი არის საკმაოდ უცნაური რამ. ჰელოვინზე ერთადერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ, გახლავთ ის, რომ საშიში არაფერი არ არის და არც სიბნელეშია არაფერი საშიში. თქვენ იმის კი არ უნდა გეშინოდეთ, რომ სიბნელეში მარტო ხართ, არამედ იმის, რომ შეიძლება სიბნელეში მარტო სულაც არ იყოთ. დროებით.